ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველებს დედაღვთისმშობლის ერთგული მსახურება. დედაღვთისმშობლის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერავთ ვერ წავაწინ და დღეს პარაკლისეც ვახსენე და ისევ მინდა გავიმეორო რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ერთადერთი საშველი. სულ მკითხვას მისვამენ ხოლმე რომ ამო აი როდი შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს? ამდენი წელი ესე შეიძლება იყოს? ეს დამთავრდება მაშინ, როდესაც მთელი ერი მიბრუნდება ღვთისმშობლისაკენ და ქრისტესაკენ. იმიტომ რომ ერს ესე ჩვენ დედაღვთისმშობელი არ დაგვასვენებს, სანამ აი მთელი ერი აი ესე არ მიბრუნდება ღვთისმშობლისაკენ, მანამდე სულ ვიქნებით ამ განსასწრებებში. როდესაც ერი გაიაზრებს და გაითავისებს იმას, რომ ჩვენ ღვთისმშობლის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. ჩვენ ქრისტეს გარეშე არ შეგვიძლია და ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება და ჩვენი დასაყრდენი არის დედაღვთისმშობელი და არავინ სხვა დედამიწის ზურგზე არავინ და არავის იმედი არ უნდა ქონდეს გარდა დედაღვთისმშობლისა, გარდა ღვთისმცნებების დაცვისა. მანამდე ამ ქვეყანას არასოდეს არაფერი არ ეშველება. იმიტომ რომ ეს ქვეყანა სულ ესე მოდიოდა ამ საუკუნეების განმავლობაში. ეს ქვეყანა თუ რამე მოიტანა და მოიყვანა დღევანდელდე, მოიყვანა ღვთისმშობელმა. ჩვენი ქვეყანა ძალიან გავს ებრაელებს. ძალიან გავს ძველი აღთქმის ისტორია ჩვენი ქვეყნის ისტორიას. როგორც კი ებრაელი ერი იტყოდა ღვთისმცნებაზე უარს და გადაუდგებოდა ღმერთს, იმ წუთშივე ებრაელები იტანჯებოდნენ და იმ წუთშივე ნადგურდებოდნენ. იმ წამსვე როგორც კი ებრაელი ერი დაბრუნდებოდა ღვთისკენ და მიუბრუნდებოდა ღმერთს და დაიწყებდა ღვთისმცნების დაცვას, იწყებოდა საოცარი აყვავა და საოცარი სიხარული ისრაელში. იმ წუთშივე როგორც კი ღმერთს მიუბრუნდა. ზუსტად ისევე ჩვენი ქვეყანა და მახსენდება ჩვენი იმერეთის მეფის წმინდა სოლომონ მეორის სიტყვები მახსენდება, როდესაც ის დაატყვევეს ბურგემა და დაიჭირეს და დაატყვევეს უთხრესო ესეთი რაღაცა უთხრა მთავარსარდალმა. აი თუ თქვენი ღმერთი მართალიაო, მაშინო თქვენი ღმერთი თქვენო რატო არ შეგეწიაო? ესე იგი ჩემი ღმერთი უფრო ძლიერი ყოფილა ვიდრე შენი ღმერთიო. და თუ შენი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთიაო, მაშინო შენზე რატო ვძლავრობ? ახლა მეფე მყავხარო თქვენ ჩავარდნილიო. და სოლომონი ეუბნება საოცარ ამეს ეუბნება სოლომონი მეფე რომ ჩვენო აი ბავშვიო რო ცუდად რო იქცევაო და მშობელს რო არ უჯერებსო. მშობელი იძულებული ხდებაო რაღაცა პატარა ისკნელი ჯოხი აიღოსო და გაწყებლოსო საკუთარი შვილი ამ წკნელთო გაწყებლოსო რომ დაუჯეროს, სხვანაირად ვერ იმორჩილებსო ამასო და ამ იარაღს იყენებსო მისთვისო. მაგრამ როგორც კი შვილი გამოსწორებას იწყებსო და მშობლის დაჯერებას იწყებსო, ამ წკნელებს ჯოხსო დადებსო კუთხეშიო, ერთი დღეო, ორი დღეო, სამი დღეო, ერთი თვე, ორი თვე ხედავსო ბავშვი გამოსწორებულია წინ მიდისო. მერე ადგებაო ამას აიღებსო, მუხლებზე გადაემტრევსო და ცეცხლში შეაგდებსო, იმიტომ რომ მას ეს აღარ ჭირდებაო. და დღესო თქვენო ამ ღმერთის ხელში ეს იარაღი ხართო, ჩვენ რო გამოგვასწორო, ჩვენ დაგვაფიქროსო. ამიტომ როგორცო ჩვენ ეს არ დაჭირდება ესაო, ჩვენ ცხოვრებაში ესეთი რამე აღარ მოხდება აღარასოდესო. და მე მჯერა ეს განსაცდელები რაც ჩვენ ქვეყანაშია, უბრალოდ ესეა რომ აი გახსოვს კვირა დღეს ყველანი როგორ მობილიზებულები იყავით, კვირას რომ დაიძაბა ეს ყველაფერი და რომ დადგა ეს სამოქალაქო ომის სუნი რომ დადგა ქვეყანაში და მართლა უკვე სამოქალაქო ომის სუნი იდგა. მართლა აი ისეთი ის იყო რომ აი მსხვერპლს რო ითხოვენ, აი ვიღაცა მოკვდეს და რაღაცა გადატრიალდეს ყველაფერი და ადამიანის სიკვდილი რომ ეს იცი როგორ იგრძნობოდა ეს ამას ყველანი გრძნობდით თქვენს. თქვენ თვალებში ვხედავდი ამას, თქვენ იმაში და მახსოვს კვირა დღეს წირვაზე როგორ იდექით ყველანი, როგორი გულით იდექით ყველანი წირვაზე, აი ღმერთო, აი იმ დღეს ვითხოვდით ისაგა რომ ღმერთო აი ეს განცდა რას კვირაზე ჩვენ წირვაზე გქონდა ყველას ერთად და როგორი შემოკრებილი ვიყავით ყველას, აი ღმერთო მეთქი, აი ეს განცდა წირვისა არ მოშალოს ჩვენს ეკლესიაში ღმერთმა მეთქი. ყველას გავს პანდემიის დროსაც როგორ ლოცულობდით ყველანი, იმიტომ რომ ეს განსაწელი მე ამ ლოცვის ძალას გაძლევს და აი დღეს ახლა დედაღვთისმშობლის ტაძარს მიყვანებს დღესასწაულია. აი დღეს ახლა ამ წირვაზე რომ დავდექი. აი ვიგრძენი რომ აი დღეს ყველაფერი დამთავრდა. აი დღეს ყველაფერი დამთავრდა და იცოდეთ რომ აი შინაგანად მჯერა რომ ეს ისე მშვიდად გადაევლის ყველაფერი. აი დარწმუნებული იყავით რომ არაფერი არ მოხდება ჩვენ ქვეყანაში. ქართველი ქართულს აღარ მოკლავს. დღეს რაღაც ეს შინაგანი განცდა გამიშთა დღევანდელ დღეს. დღეს დედაღვთისმშობელი ტაძარში მიიყვანეს მისმა მშობლებმა. და დღეს მღვდელმთავარმა რო წარმოუდგენელი იყო მსგავსი რამე, დედაღვთისმშობელი წმინდათა შეიყვანა.